საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 ივლის წმინდა მოწამე მეფეების არჩილისა და ლუარსაბის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა მოწამე არჩილ მეფე ქართლის სამეფოს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში განაგებდა. მისი მეფობის ჟამი იყო შეუპოვარი ბრძოლა უშჯულო დამპყრობლების წინააღმდეგ და საქართველოს გაერთიანებისთვის დაუცხრომელი ზრუნვა. არაბთა ლაშქარმა ჭიჭიმუნ ასიმის მეთაურობით ააოხრა და მიწასთან გაასწორა ქართლი, ხოლო არჩილ მეფეს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც ვერ დაითანხმეს და მოწამეობრივი სიკვდილი არ გუნა ბედმა. წმინდანმა ილოცა და მშვიდად მოუდრიგა ქედი მახვილს. ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოასვენეს წმინდა არჩილ მეფის ნეშტი და ნოტკორაში მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 742 წელს. წმინდა მოწამე მეფე ლუარსაბი დაახლოებით 1592 წელს დაიბადა. იგი ქართლის მეფე გიორგი მეათის უფროსი ვაჟიშვილი იყო. შაჰ-აბასმა საშინლად ააოხრა ქართლ-კახეთი, ლუარსაბი კი სპარსეთში წაიყვანა და რადგან სჯულის შეცვლაზე ვერ დაითანხმა, წამებით სიკვდილი დაუდგინა. ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღვთისმოსავი მეფე. ღამით წმინდა მოწამის დაუფლელ ნეშტს საკვირველი ნათელი დაადგა. მეორე დღეს წმინდა მოწამის სხეული ციხის ეზოში დაკრძალეს. ეს მოხდა 1622 წელს. წმინდა არჩილსა და ლუარსაბს 1000 წელი აშორებს ერთმანეთისგან, მაგრამ ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მათი ხსენება ერთ დღეს განაძესა. წმინდა მოწამე მეფეების არჩილისა და ლუარსაბის ხსენების დღე განსაკუთრებული სიხარულით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აღნიშნეს. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დილიდანვე ხალხმრავლობა იყო. შეკრების მიზეზი კი საცავში დაბრძანებული წმინდა მეფე არჩილის ხატი გახდა. სიწმინდე კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის ინიციატივით დაიწერა. როგორც დაწესებულების წარმომადგენელი ალექსანდრე რუსეც კი განმარტავს, მეფე არჩილის მოღვაწეობას რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდნენ. საბოლოოდ კი ხატის შექმნის იდეაც გაჩნდა. სიწმინდეზე ხატმწერმა თემურ ჯაფარიძე მიმუშავა. აი ამ ხატზე ასახული არის ისტორიული მოვლენა. როგორ გადასცემს წმინდა მეფე არჩილი ანაკოფიის ბრძოლის შემდეგ, ესე იგი გვირგვინს და სკიპტრას, ესე იგი ლეონ პირველს აფხაზეთის მეფეს. ხედავთ თქვენ რომ ესე იგი დაადის შვიათობა არის რომ ხატზე ჩვენ დავინახოთ ზღვა, ასე ვთქვათ, ზოგადად ანუ საერთოდ ეს ძალიან იშვიათი მოვლენა არის. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც გააჩნია ზღვა, მაგრამ ყოველთვის ზღვასთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობა და იდენტურობა არ აქვს. ასე ვთქვათ, დიდი მეფე არჩილი იყო უშუალოდ მეფე ქვეყნის საქართველოსი, რომელიც რეალურად მოფენილი იყო დიდ ტერიტორიებზე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიძლიერე მაშინ არ ჰქონდა ქვეყანას და საკმაოდ ბევრი მტერი ემუქრებოდა, ვთქვათ, ტერიტორიებზე, საკმაოდ დიდ ტერიტორიებს ფლობდით. ლაგოდეხთან დიდად არის დაკავშირებული მეფე არჩილი. უპირველეს ყოვლისა ის, რომ წარმართები იყვნენ მანამდე, სანამ არჩილი მოვიდოდა აქ და არჩილმა მოაქცია ქრისტიანობაზე ეს ადგილი. მუზეუმის შემდეგ სიწმინდე ლაკუასტას ტერიტორიაზე დააბრძანეს. ეს ადგილი სწორედ არჩილ მეფის სახელს უკავშირდება. ციხე კომუნისტური რეჟიმის დროს დაინგრა და დღეს მცირედი ფრაგმენტებია შემორჩენილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხატის ამ ადგილას დასვენება სიმბოლურია, რადგანაც ლაგოდეხის დაარსება წმინდა მეფის მიერ მოხდა. დღესვე საუბრობდნენ იმაზეც, რომ 4 ივლის მომავალში ლაგოდეხობა უნდა იზეიმონ. არჩილ მეფესთან ძალიან დიდი ისტორიული კავშირი აქვს ლაგოდეხის დაარსებას და ლაგოდეხი, როგორც ასეთი თავის დროზე ლაკუასტი, აქედან გამომდინარე დაარსდა როგორც უკვე შემდგომში ლაგოდეხად. ჩვენ გვინდა 4 ივლისი ვაქციოთ, ასე ვთქვათ, უფრო ფართო მასშტაბიან დღესასწაულად ლაგოდეხში, დავაწესოთ წმინდა მეფის დღედ და ლაგოდეხელებმა ყველამ ერთად ვიზეიმოთ ეს დღესასწაული. ეს ციხე, რა თქმა უნდა, მთლიანად დაკავშირებულია მისი მშენებლობა წმინდა მეფე მოწამე არჩილთან და ძალიან სიმბოლური არის ის, რომ სწორედ დღეს ხატი დავასვენეთ ციხესიმაგრის კედელთან. ეს არის ის ისტორიული ძალიან დიდი ტრადიციის აღდგენა, მისი
ხატი დაუბრუნდა ისევ თავის საძირკველს, სადაც მან ლაკუასტს, ლაგოდეხს საძირკველი ჩაუყარა. ციხესიმაგრის შემდეგ ხატი ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დააბრძანეს. სწორედ აქ ექნება მრევლს მისი მოლოცვის საშუალება. სასულიერო პირებმა წმინდანისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს. ღვთისმსახურების შემდეგ მოძღვრებმა იდეის ავტორები დალოცეს და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. დღევანდელ დღეს წმინდა მეფე არჩილისა და ლუარსაბის ხსენების დღეს გილოცავთ ყველას, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და უფალი შეგეწიოთ, რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი უდიდესი წმინდა მეფეების მადლით და ღვაწლით, რომ დღესდღეობით საქართველო აი ესე ღვთისმადლით მოვდივართ და ღვთისეწევნით. რა თქმა უნდა, მათი თავგანწირვით, ქრისტეს სიყვარულით და დღევანდელი დღე ლაგოდეხისთვის კიდე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და მადლიანია. დღეს ჩამობრძანდა წმინდა არჩილ მეფის ხატი და ჩვენ ვიცით, რომ წმინდა არჩილ მეფე არის დამაარსებელი აქ ქალაქ ლაგოდეხისა. სამომავლოდ ლაგოდეხში წმინდა მეფე არჩილის სახელობის ტაძრის აგება იგეგმება. როგორც ამბობენ, სიწმინდე სამუდამო ადგილსამყოფელს სწორედ ამ ეკლესიაში დაიმკვიდრებს. საპატრიარქოსთან არსებულმა ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზმა ღვაწლმოსილი მეცნიერის ზურაბ ჭუმბურიძის 90 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. საიუბილეო საღამო სრულიად საქართველოს საგვარეულო კავშირის გვარი და გვარიშვილობის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებას რუსთველი მიტროპოლიტი იოანე, მეცნიერის მეგობრები, კოლეგები და კავშირის წევრები დაესწრნენ. საღამოს ფარგლებში საგვარეულო კავშირმა ზურაბ ჭუმბურიძეს სამეცნიერო სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის საპატიო მედალი გადასცა. მეცნიერს დამსწრე საზოგადოებამ და მოწვეულმა სტუმრებმა საიუბილეო თარიღი მიულოცეს და მის შრომებსა და კვლევებზე ისაუბრეს. ეს გახლავთ მეცნიერი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საგვარეულო მოძრაობაში. მან ქართული გვარსახელები შეიძლება პირდაპირ თქვათ გადაარჩინა იმ ბოლშევიკური რეჟიმისგან, როცა ქართულად სახელის დარქმევაც კი ფაქტიურად აკრძალული იყო და ნათლობებზე აღარ ვლაპარაკობ. და ბატონი ზურაბი გახლავთ იმ მეცნიერთა ერთ-ერთი თვალსაშინო წარმომადგენელი, რომელიც წინააღმდა ყოველივე ამას და თავისი შემოქმედებით და საქმიანობით შეძლო ის, რომ ქართველებს დაუბრუნა თავისი გვარსახელები. მისი შრომები რა ქვია შენ? დედაენა ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ დიდი ხანია რაც იქცა სამაგიდო წიგნად, როგორც მეცნიერებისათვის, აგრეთვე ყველა თაობის წარმომადგენლისათვის და ახალგაზრდობისათვის. რაც შეეხება მის წიგნს რა ქვია შენ, რომელიც ქართული გვარსახელებს ეძღვნება გამოკვლევა, იგი დიდი ხანია სამაგიდო წიგნად იქცა ახალგაზრდობისთვისაც. იმიტომ რომ სწორედ ამ წიგნიდან არჩევენ ქართველი ოჯახები გვარს სახელებს, თავისი მომავალთაობის სახელებს. აქედან გამომდინარე ზურაბი ბევრი ოჯახის დაუსწრებელი ნათლია გახლავთ. განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები საზღვარგარეთ 2016-2017 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ. გასაუბრებას ის აპლიკანტები ესწრებოდნენ, რომლებმაც სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისთვის პირველი ორი ეტაპი წარმატებით გადალახეს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია ესწრებოდნენ. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში წელს პრიორიტეტულად ისეთი მიმართულებები განისაზღვრა, როგორიცაა აგრარული სექტორი, განათლება, ინჟინერია, მეცნიერება, საჯარო მმართველობა, არქიტექტურა, სამართალი და მენეჯმენტი. პროექტის ფარგლებში მსურველები სრულ ან ნაწილობრივ სტიპენდიას მოიპოვებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაწილობრივი გრანტით დაფინანსებულებისთვის შეთანხმების საფუძველზე შეღავათიანი სტუდენტური სესხებიც მოქმედებს.
ჩვენი პროგრამა ყოველწლიური არის, წელიწადში ერთხელ ცხადდება. ამ პროგრამის სახელმწიფოს მიერ შერჩეული პრიორიტეტული დარგების სპეციალობები ცხადდება. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, რომ განათლება მიიღონ სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე უცხოეთში. მათ ამათთვის უკვე უნდა ქონდეთ ჩარიცხვის წერილი მიღებული, რათა ჩვენთან სააპლიკაციო პროცესში მიიღონ მონაწილეობა. განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამაზე ლონდონში კინგის უნივერსიტეტში გადაწყვიტა ჩავაბარო საჯარო მმართველობასა და მენეჯმენტი. პროგრამა იძლევა შესაძლებლობას სრული და ნაწილობრივი დაფინანსების მიღებისთვის. ამ ეტაპისთვის მე გავიარე შერჩევ ეტაპი და გავედი საბოლოო ეტაპზე, რომელიც თვალისწინებს გასაუბრების შედეგად და იმედი მაქვს მივახცევ წარმატებას და კვალიფიკაცია მაღლების მიზნით გავემგზავრები ინგლისში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და მარკეტინგული კომპანია მეიბურგ ვაინ მედიას ორგანიზებით შანხაისა და ჰონგ-კონგში ქართული ღვინის ფესტივალი ჩატარდა. 2 დღის განმავლობაში შანხაის რუზველტის სახლსა და ჰონგ-კონგის სასტუმრო კორდისში გამართულ ქართული ღვინის მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს კომპანიის ხელმძღვანელი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ქართულ ღვინის ფესტივალს მრავალი ვიზიტორი ესტუმრა. ადგილობრივი მედიის, ღვინის ინდუსტრიის, სასტუმროებისა და რესტორნების, იმპორტიორი კომპანიების, ღვინის საგანმანათლებლო და მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლები. მთელი დღის განმავლობაში სტუმრები ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას ეცნობოდნენ. აგემოვნებდნენ ღვინოებს ადგილობრივ პოპულარულ კერძებთან ერთად. ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება, მაგრამ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად მივახციეთ ამას. ძალიან დარგი არის ჩართული ქართული ღვინის პრომოციაში ჩინეთის ბაზარზე, იქნება ეს ღვინის ეროვნული სააგენტო, თვითონ ღვინის კომპანიები ძალიან აქტიურობენ და ყველა დონეზე, იგივე სამთავრობო დონეზეც ურთიერთობები ჩინეთთან უმჯობესდება, რაც რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ღვინის გაყიდვაზეც. მე მოხარული ვარ, რომ აღნიშნულმა ფესტივალმა და კონკრეტულად ქართულმა ღვინომ ჩვენს ხალხში ასეთი პოპულარობა მოიპოვა. ჩინეთში 1,9 მილიონი ბოთლი ქართული ღვინოა ექსპორტირებული. გასული წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მე-4 ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდგომ. სოციალურად დაუცველი, დევნილებისა და პატიმრების ოჯახებიდან სკოლის ასაკის მოზარდებს ჯინო ფერედაისმა უმასპინძლა. საქველმოქმედო ღონისძიება ფონდ სავსე გულის ორგანიზებით და თბილისის, საკრებულოს, კრწანისის, სამგორისა და დიდუბის რაიონების გამგეობებისა და სასჯელ აღსრულების სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. გასართობმა კომპლექსმა ბავშვებს ცენტრში არსებული ყველა სერვისი აბსოლუტურად უფასოდ შესთავაზა და ზაფხულის 1 დღე გაულამაზა. ფონდი სავსე გული მსგავსი სახის საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობას მომავალშიც აქტიურად აპირებს. დღეს მოკლედ გადავწყვეტეთ ჯინო ფერედაისთან ერთად საქველმოქმედო ფონდმა უშუალოდ კონკრეტულად აგვერჩია პატიმრების ოჯახები და ჩვენი მოწყვლადი ჯგუფია ეს კონტინგენტი და ამ შემთხვევაში არიან ეს ბავშვები როგორც სოციალურად დაუცველები, ასევე დევნილთა კატეგორიიდანაც და ძირითადად უვადო პატიმრების შვილებიც არიან, რომლებიც ერთი დღეს ჯინოში მთლიანად ფულ პაკეტით დაისვენებენ, რადგან დღეს ხელი ზაფხული გვაქვს, გვინდოდა რომ ეს პირველი სოციალური აქტივობა ყოფილიყო, ჩვენ კიდევ გვაქვს სხვა ნაბიჯები დაგეგმილი. ჯინო ფერედაისი დღეს ფონდ სავსე გულთან თანამშრომლობით მასპინძლობს სკოლის ასაკის ბავშვებს, დევნილების, სოციალურად დაუცველი და პატიმრების ოჯახებიდან. ისინი მთელ დღეს გაატარებენ ჩვენს არეალში, სრულიად უსასყიდლოდ და ასევე უზრუნველყოფილები იქნებიან კვებით. ახლა მოვედი ჯინო ფერედაისში და რა ვიცი, ძალიან კარგი გარემოა. ბევრი ბავშვებიც გავიცანი და იმედია კიდე კარგ დროს გავატარებ 8 საათამდე.